ძვალმა ჩამიგდა ბოლოს ეს ფოტო და მეკითხება, ხოლმე ამაზე არისო რევაზო. იმის მერე კონტაქტზე არ გამოსულა, ბოლოს მიზურიში იყო და მოდი სამ კონტაქტზე გამოვაგეთყვით მიზური როგორი შტატია. გაიცანით მიზური. შტატი მდებარეობს აქ და ესაზღვრება მართლა მთელ ამერიკას ლამის. განელა ჩამოვთვლი რომ რამე არ გავამეპაროს, კარგი? მოკლედ მიზური ესაზღვრება კენტაკის, ტენესის, არკანზას, ოკლაჰომას, ნებრასკას, კანზას, აიოვას და ილინოისს. მოსახლეობა არის 6 მილიონზე ოდნავ მეტი. ცნობილი ქალაქები, საიდანაც შეკვეთებს წამოვიღებთ, ეს არის კანზას სიტი და თელი გადაობა ისაა, რომ კანზას არ ეკუთვნის იდეაში, მიზურის უფრო ეკუთვნის. კანზასაც ეკუთვნის, აი ესე ცოტა რა, ძალიან ცოტათი. სენტ-ლუისი ბატონო, ეს ქალაქი კარგად დაიმახსოვრეთ, ბევრჯერ გადაგარჩენთ და ზოგადად ცნობილი ქალაქი არის ამერიკაში. ჯეფერსონს სიტი, სპრინგფილდი გვაქვს კიდე აქ და კოლუმბია. კოლუმბიაზე აბა დამიწერეთ რომელ შტატში გეცნობათ, სად იყო ეს ქალაქი კიდე. ხო, ამ კოლუმბიასაც შეეხება, დააკვირდით ახლა კარგად მაპს. კოლუმბიის ზევით დაიმახსოვრეთ. აღარ ახვიდეთ მაღლა, იმიტომ რომ კოლუმბიის ზევით ხდება მარტო ეს და აი ეს. მეტი არაფერი. აბრევიატურები არის ეს და ზიპკოდები იწყება ასე. რელიეფსაც შეეხება, სამხრეთში არის ოდნავ ბორცვიანი და აღმართები, დანარჩენ სიტუაციაში ვაკე არის. ამინც რაც შეეხება არის იდეალური, ანუ ზამთარი ციცის შემოდგომა, გაზაფხული, ზაფხული და ყველაფერი არის ნორმალურ ფარგლებში. ნორმალურში გულისხმობ, ზაფხული პირობითად არის 35 გრადუსი. ზამთარში -15, -10. ანუ ვიცის რა ზამთარი ხა, ხანდახან მანდაც მოყინავს და თოვლიც წამოვა. აი ტორნადოებს რაც შეეხება, შეფასებული არის საშუალოზე მაღალი. ქალაქები რაც ჩამოთვალე, მანდ აუქციონებიც არის ასე თუ ისე და სადილეროებიც გვაქვს. ამიტომ ჩამოთვლილ ქალაქებში შესვლისგან თავს შეიკავებთ. არის რაღაცეები. საწვავი რეგულარი ღირს 3 და 68 დღეის მდგომარეობით და დიზელი ღირს 4 და 86. ალბათ ყველაზე იაფი შტატი არის საერთოდ. ამას დამატებული ის, რომ ტოლები საერთოდ არ არის. დასკვნა გამოვიტანეთ ის, რომ მიზურიში შესვლა არის ძალიან იაფი. მაგრამ მინუსი მაინც ვიპოვე ამ შტატში. ეს არის კრიმინალი და სამწუხარო ინფორმაცია არის ის, რომ მიზურის აქვს 2 ისეთი ქალაქი, რომელიც ტოპ 10-ში მდებარეობს კრიმინალით. ეს არის სენტ-ლუისი, რომელიც არის მე-10 ადგილზე და კანზას სიტი, რომელიც არის მე-7 ადგილზე. რით დავიმახსოვროთ ახლა ეს შტატი. ცოტა გაგიჭირდებათ. მაგრამ რაღაცები მაინც გამონახეთ და ახლა სერიალი ოზარკი თუ იცით ეს სერიალი, ცნობილი სერიალია, რა ვიცი, მე ნანახი მაქვს. ოზარკის სერიალის სიუჟეტი გადაღებულია ვითომ მიზურიში. არადა რეალურად ჯორჯიაში გადაიღეს. კიდე ის რომ სტეიკი აქვს კარგიო, არ მიჭამია. არ ვიცი, თქვენ განდობთ მაგ ყველაფერს დაწერეთ კომენტარებში, სტეიკი თუ გიჭამიათ, მართლა კაია თუ არა. რავი, სტეიკი აქვს კარგი? სტეიკი საქართველოში გვაქვს კაი თბილისში, მაგალითად აბაშთის 35 ნომერში სტეიკ ჰაუსში ძალიან მაგარი სტეიკი იხოდება. ეს ახლა იყო პატარა იმპროვიზაცია, მაინტერესებს რეკლამები რო ჩავსვა ხოლმე, როგორ წავა, ხვდებით? შევაფასოთ ახლა შტატი მიზური როგორი არის ქარჰაულინგის მიმართულებით. მოკლედ, მას დავუწერ მე ახლა 6. დავიწყებ იმით, რომ არის ძალიან იაფი მან შესვლა.